რა განსხვავებაა საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის სურსათის დაბეგურაზე გიყვებით რამდენიმე წუთში. ეკონომიკის სამინისტრო აპირებს, რომ სურსათის ფასნამატის საკითხი კიდევ ერთხელ სიღრმისეულად შეისწავლოს. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ მიზანია გამოწვევას შესაბამისი ადეკვატური მექანიზმებით უპასუხონ. რიტეილ ასოციაცია და მისი წევრები სრულ მზადყოფნას გამოთქვამენ პრემიერთან უშუალო დიალოგის ფარგლებში დეტალურად განიხილონ ყველა ციფრი. დარგობრივი გაერთიანება ირაკლი კობახიძეს პასუხობს. ევროპის უნივერსიტეტი წმინდა მიქაელის ჰოსპიტალის 100%-იანი წილის შეძენას აპირებს, საკითხს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო განიხილავს. ქართული ღვინის სარეკლამო ბანერები ნიუ-იორკში მანჰეტენზე 18 ლოკაციაზე განთავსდა. ეგრეთ წოდებული აუთდორ კამპანია 4 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. მოგესალმებით, ეს BMG-ა რეგიონის წამყვანი ბიზნეს მედია სააგენტო საქმიან ამბებს BMG-ს გუნდთან ერთად ნინო ტაბეთაძე წარმოგიდგენთ. რატომ ღირს საქართველოში სურსათი ევროკავშირის ქვეყნებზე ძვირი და რა აძვირებს სურსათს საქართველოში? ამ საკითხს BMG მოახლოეს პერიოდშიც არაერთი მასალა მიუძღვნა. იმპორტ დამოკიდებულება, მდღ-ის მაღალი განაკვეთი, საბანკო საკომისიოები, ასევე რეგულირებიდან გამომდინარე ხარჯების გაზრდა. ეს ის ფაქტორებია, რაზეც ფასებზე საუბრისას ბიზნესი მიუთითებს. BMG-მ დღეს დათვალა, რა განსხვავებაა საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის სურსათის დაბეგურაზე. სურსათზე ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში მოქმედებს დამატებული ღირებულების გადასახადის შეღავათიანი განაკვეთი. ეს შეღავათი ეხება როგორც ადგილობრივად წარმოებულ პროდუქტებს, ასევე იმპორტირებულ საქონელს, მაშინ როდესაც საქართველოში სარსულსათო პროდუქცია 18%-იანი DGT იბეგრება. ეს კი ევროკავშირის საშუალო სასურსათო მაჩვენებელზე მაღალია. მაგალითად, საქართველოში დაფასოებულ რძეზე DGT-ის საბოლოო ფასი 18%-ია, მაშინ როდესაც მაგალითად ესპანეთში ის 4% შეადგენს. პურზე DGT 18% შეადგენს საქართველოში, საფრანგეთში ეს მაჩვენებელი 5.9%-ია. ევროკავშირის ქვეყნებში DGT-ის განაკვეთები 3 კატეგორიად იყოფა. სტანდარტული DGT-ის განაკვეთი, რომელიც ქვეყნების მიხედვით მერყეობს 17-დან 27%-მდე, შეღავათიანი DGT-ის განაკვეთი, რომელიც ქვეყნების მიხედვით მერყეობს 5-დან 15%-მდე და სუპერ შეღავათიანი DGT-ის განაკვეთი და ნულოვანი განაკვეთი. ევროკავშირის თითქმის არც ერთი ქვეყანა სასურსათო პროდუქტებზე სრულ DGT-ის განაკვეთს არ ბეგრავს. უფრო ვრცლად ამ თემას ჩვენს ვებგვერდზე bm.gz-ზე გაეცნობით. დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ სურსათის ფასის ფორმირებაზე ნეგატიურ როლს მხოლოდ ქსელები არ თამაშობენ. ამის შესახებ ლაშერი ჟამაძემ საქმის კურსთან ირაკლი კობახიძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადების პასუხად ისაუბრა. როგორც ჟამაძემ განაცხადა, სურსათზე ფასების შემცირება სახელმწიფოს მათ შორის საგადასახადო პოლიტიკის შეცვლითად შეუძლია, რაც დიფერენცირებული გადასახადის შემოღებას გულისხმობს. ამასთან ლაშერი ჟამაძე იმასაც ამბობს, რომ დარგისთვის გამოწვევა დამატებული რეგულაციები, რაც ბიზნეს ხარჯებს უზრდის და საბოლოოდ ფასზე აისახება. რეგულირების ნაწილში ის თბილისის მერიის მიერ გაბარიტული სატრანსპორტო საშუალებებისთვის ქალაქში გადაადგილების შეზღუდვასაც ასახელებს. წარმოებლისა და სადისტრიბუციო კომპანიების არსებული მოგება მნიშვნელოვნად მცირე არის. ნებისმიერი ტიპის დამატებით რეგულირება, რაც წარმოშობს ხარჯს, ეს უკურიაქციას იწვევს და აქ არ არის, ანუ ფასის ფორმულირებაში მხოლოდ ქსელები არ თამაშობენ იმ ნეგატიურ როლს და ბევრი არის სხვა დამატებითი ნეგატიური როლი იმ ფასში, რა ფასითაც მომხმარებელს ხდება თაროს. თუ სახელმწიფოს მხრიდან იარსებებს ნება განხორციელდეს სურსათის მიმართულებით გარკვეული ტიპის საგადასახადო მიმართულებით შეღავათი, რომელიც შეიძლება დღეს არსებული საკანონმდებლო ნორმებიდან გამომდინარე საგამონაკლისო წესით მოხდეს დიფერენცირება, ეს პირდაპირ და უშუალოდ დადებითზე გავლენას მოახდენს ფასზე. სამხრეთის გაზის დერეფანს შესაძლოა მალე უკრაინაც შეუერთდეს. ამ კვირიდან უკრაინისთვის გაზის იმპორტის ორი ახალი მარშრუტი ვერტიკალური დერეფანი 46%-მდე ფასდაკლებით გაიხსნა. ამ მარშრუტებს უკრაინული მხარე ენერგეტიკულ გარღვევას უწოდებს და ფიქრობს, რომ ტრანზიტული ქვეყნების მიერ შეთანხმებული ფასდაკლება გაზის მიწოდებას მიმზიდვას გახდის, რაც მისთვის უსაფრთხო გაზის რგოლის შექმნას ნიშნავს. გაზის მიწოდების მარშრუტი 2 უკრაინისათვის ბერძნული თხევადი აირის მიწოდებას გულისხმობს. მარშრუტის 3 ფარგლებში კი რუსეთთან ომში მყოფმა ქვეყანამ აზერბაიჯანული
აზერბაიჯანული გაზი უნდა მიიღოს, რომელიც უკრაინამდე საქართველოზე გამავალი ბაქო-თბილისი ერწრომის, ტანაპისა და შემდეგ მილსადენ ტაფის მეშვეობით უნდა მივიდეს. 22 დეკემბერს აუქციონზე დღეში 4,99 მილიონი კუბური მეტრის სიმძლავრე იყო შეთავაზებული, თუმცა მიუხედავად მნიშვნელოვანი ფასდაკლების შეთავაზებისა, აუქციონში კომპანიებს განაცხადი არ წარუდგენიათ. უკრაინული მედია წერს, რომ მიზეზი პირობების აუქციონამდე რამდენიმე დღით ადრე დამტკიცება იყო, რის გამოც ტრეიდერებს კონტრაქტების მომზადების დრო არ ჰქონდათ. ექსპერტები კელიან, რომ თებერვლის მიწოდებაზე ჯავშნები იანვარში უნდა გაკეთდეს. უკრაინა არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც აზერბაიჯანულ გაზის ახალი მომხმარებელი გახდება. წელს 1 დეკემბრიდან აზერბაიჯანმა გაზის მიწოდება დაიწყო ჩრდილოეთ მაკედონიაში, კერძო და სამრეწველო მომხმარებლებისთვის. 2026 წლის 1 იანვრიდან კი ძალაში შედის შეთანხმება უნგრეთისთვის 800 მილიონი კუბური მეტრი გაზის მიწოდებაზე. მთლიანობაში ტაპის გამტარუნარიანობა მომავალი წლიდან 1,2 მილიონი კუბური მეტრით უნდა გაიზარდოს და ამ მოცულობიდან 1,40 მილიონი კუბური მეტრი იტალიის მიწოდებისთვის არის დაჯერებული. 166 მილიონი კუბური მეტრი კი ალბანეთის მიწოდებისთვის. ამასთან 2022 წელს აზერბაიჯანსა და ევროკომისიას შორის გაფორმებული მემორანდუმით 2027 წლისთვის სამხრეთის გაზის დერეფნის გამტარუნარიანობა 10-დან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე უნდა გაიზარდოს. რა არის საჭირო ამ რიცხვების მისაღწევად და რა სარგებელი შეიძლება მიიღოს საქართველომ, რომელიც დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაწილეა. სამხრეთის გაზის დერეფნის პერსპექტივაზე ვსაუბრობთ დღეს საქმის კურსში. ენერგეტიკოსი არჩილ მამათელაშვილი გვერდდება. ბატონო არჩილ, მოგესალმებით. მადლობა, რომ გამოძებნეთ დრო და შემოგვიერთდით. გამარჯობათ, მადლობა. ბატონო არჩილ, პირველ რიგში მინდა ვისაუბროთ ახალ მომხმარებლებზე, რომელიც შეიძლება შემოუერთდეს სამხრეთის გაზის დერეფანს, მათ შორის უკრაინაზე. რამდენად თქვათ მიმზიდველი არის ევროპის ქვეყნებისთვის, იმ ქვეყნებისთვის, რომელიც მოიაზრება, ასე ვთქვათ, აზერბაიჯანული გაზის მომხმარებლებად, რომ რეალურად მართლაც მიიღონ ეს გაზი სამხრეთის დერეფნიდან? რა თქმა უნდა, მათთვის საინტერესოა გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი, რომელიც უკრაინაში ომის დაწყებამდე, უკრაინას შეჭრამდე დაახლოებით 45% მთლიანი ევროპის გააჩნია წელს დაახლოებით 40% მთლიანი ევროპის გასასვლელი და ახლა უკვე თითქმის ასე ვთქვათ მილსადენის გაზის აღარ ასვლის, მხოლოდ და მხოლოდ ხდება მიწოდება თხევადი ბუნებრივი აირის. რა თქმა უნდა, მისი მოცულობა მთელი რასაც რუსეთი აწვდიდა მხოლოდ და მხოლოდ 10%-ია, ну დაახლოებით ის 90% გამოთავისუფლა, თუმცა ჩაანაცვლა ბუნებრივმა აირმა დამატებით ნორვეგიიდან, აგრეთვე თხევადი ბუნებრივი აირის მოცულობა ძალიან გაიზარდა ევროპაში, ძირითადად მომწოდებლები ამერიკის შეერთებული შტატები, კატარი და რამოდენიმე აფრიკის ქვეყანა. აგრეთვე შესაბამისად ევროპის ბაზარი უფრო განთავისუფლდა, ასე ვთქვათ, რუსეთის ასე ვთქვათ მონოპოლია და რუსეთის ასე ვთქვათ ევროპის ბაზარზე გავლენა ძალიან დიდი იყო. რუსეთი გადის ძირითადად გადართულია ჩინეთზე, მაგალითად გასულ თვეს ნოემბერში მან ჩინეთს რეკორდულად მაღალი რაოდენობის თხევადი ბუნებრივი აირი მიაწოდა. ეს არის 1,6 მილიონი კუბომეტრი, რაც დაახლოებით კუბომეტრებში არის 2,5 მილიარდი კუბომეტრი და ეს მოცულობა კიდევ იზრდება, იმიტომ რომ ორი სანქცირებული ტერმინალიდან, LNG ტერმინალიდან ჩინეთს უნდა მიაწოდოს. შესაბამისად, რუსეთის გადართვა ხდება აღმოსავლეთის ბაზარზე, ძირითადად ჩინეთზე, თუმცა მთლიანად ეს რეალიზებული არ არის ჯერჯერობით, ხოლო ევროპა რა თქმა უნდა დაინტერესებულია მეტი ბუნებრივი აირის მიღებით სხვა ქვეყნებიდან, რომელთაც ექნება არა ისეთი აგრესიული ურთიერთობა, როგორც რუსეთს აქვს ევროპის მიმართ. ამიტომ რა თქმა უნდა ევროპისთვის საინტერესო ყველა ქვეყნისთვის ძალიან ბევრი დაახლოებით თხევადი ბუნებრივი აირის 50% ესპანეთის გავლით, ესპანეთში არის 6 ტერმინალი და ამ ტერმინალების გავლით შედის. მათ რა თქმა უნდა უნდათ რომ იყოს დივერსიფიცირებული, თუმცა ის მინდა ვთქვა რომ დღეს აზერბაიჯანული ექსპორტი ამ ტექნიკური პირობების გამო 4-5%-ზე მეტი ვერ იქნება. რა თქმა უნდა რუსულ ბუნებრივ აირს ვერ ჩაანაცვლებს, იმიტომ რომ ბაქო-თბილისის ჯეიჰანის ანუ სამხრეთ კავკასიური მილსადენის შესაძლებლობები მოცულობის გადატანის შეზღუდულია 24 მილიარდი კუბომეტრი წელიწადში, ჯერჯერობით დღეისთვის ასეა. ამიტომ რა თქმა უნდა აზერბაიჯანი შეზღუდულია იმაში რომ მიაწოდოს. მეორეც ბუნებრივი რესურსების ასე ვთქვათ მარაგების კუთხითაც აზერბაიჯანს ათვისებული მარაგები რუსეთზე ნაკლები აქვს. ბევრად შესაბამისად ვერ შეძლებს რუსეთის სრულად ჩანაცვლებას, მაგრამ სურვილი ევროპას რა თქმა უნდა აქვს რომ ალტერნატიული წყაროებიდან მიიღოს ბუნებრივი აირი.
ბატონო არჩილ, აი დაანონსებული არის, რომ 2027 წლისთვის აზერბაიჯანული გაზის მოცულობა უნდა იყოს 20 მილიარდი კუბური მეტრი. აი რა არის საჭირო ამ რიცხვებზე გასასვლელად, იმიტომ რომ აი ხშირად, როდესაც აზერბაიჯანულ მხარეს მედიას ვეცნობით ხოლმე, იქ რაღაცად მინიშნებაც არის, რომ ჩვენ კი მზად ვართ, რომ ეს ნაბიჯები გადავდგათ და ეს აღებული ვალდებულება დავაკმაყოფილოთ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ევროპული ქვეყნების მხრიდანაც გარკვეული ინვესტიციები ჩაიდოს ინფრასტრუქტურაში. აი რა ნაბიჯებს უნდა ველოდოთ იმისათვის, რომ რეალურად სამხრეთის გაზის კორიდორში მართლაც გაიაროს ამოცლობის გაზმა. კი ბატონო, მოგახსენებთ, ესე ვთქვათ, ჩვენ რომ შევხედოთ თვითონ ამ მოცულობების არითმეტიკას, რომელიც არის სამხრეთ კავკასიური მილსადენის, ხომ დაუშვათ მაქსიმალური შესაძლებლობა არის 24 BCM, ხო, მილიარდი კუბომეტრი. შემდეგ ტანაპის საშუალებით ეს ტრანსანატოლიური მილსადენის საშუალებით მიდის საზღვართან, თურქეთის საზღვართან და კოინაპთან ხდება უკვე მისი ტრანსადრიატიკული მილსადენი. აქ მოცულობები იყოფა ესე, რომ რეალურად ხომ თუ აზერბაიჯანული ბუნებრივი არი უნდა მიიღონ ერთადერთი გზა არის რომ ან ახალ მილსადენი ააშენონ ან გაზარდონ ან მილსადენის მოცულობა რომელიც აკავშირებს საქართველოს გავლით ერზერუმს ხო ბაქო თბილისი ერზერუმი ამიტომ ხოლო მისი ამ ტაპის მოცულობა არის ჯერჯერობით დაახლოებით 12.5 BCM შესაბამისად 20 ვერ მიიღებს ფიზიკურად იმიტომ რომ ეს შეუძლებელია იყო ხელმოწერილი ხელშეკრულება თუ არ ვწდები 23 წელს თუ აღარ რამოდენიმე წლის უკან 2-3 წლის უკან იყო ხელშეკრულება მოწერილი რომ უნდა გაფართოებულიყო ტამპის მოცულობა გაორმაგებულიყო თითქმის უნდა ყოფილიყო 2027 წლის 20 BCM-მდე გაძლილიყო სამწუხაროდ ეს ნაბიჯები ჯერ არ გადადგმულა არ დაწყებულა და მე ვფიქრობ არ ვიცი ხა ზუსტად რა იგულისხმა აზერბაიჯანმა ჟურნალისტმა მაგრამ მე ვფიქრობ რომ იგულისხმა ალბათ ის რომ ევროპელებმა რომელსაც აზერბაიჯანთან ერთად ამ პროექტის განხორციელება დაგეგმეს არ არის გადადგმული ნაბიჯები ამისთვის. მეორე საჭირო თურქეთთან მოლაპარაკება, იმიტომ რომ აქედან თურქეთი იღებს დაახლოებით მერყეობს წლების მიხედვით 12 და 14 BCM-მდე წელიწადში. თუ მათ უნდათ 20 BCM იყო, მაშინ თურქეთმა უნდა გარკვეულწილად დათმოს ეს. ამიტომ ამ საკითხზე საუბარი რომ რამდენად მოილაპარაკებენ, იმიტომ რომ თვითონ აზერბაიჯანის გასასვლელი ბუნებრივი არის მოცულობა არის შეზღუდული ამ ვთქვათ და ინფრასტრუქტურა ჭირდება განვითარება ტანაპისაც უნდა გაფართოება ამ შემთხვევაში და აგრეთვე გაფართოება დაჭირდება ტაპსაც ალბათ ეს იგულისხმა. დიახ. ანუ ეხლა ევროპა მაგალითად ერთხელ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენ მითხარით რომ აუცილებელია რომ ევროპამ ცალსახად თქვას რომ უნდა ეს ვთქვათ აზერბაიჯანული გაზი და ამისთვის ალბათ ნაბიჯებიც უნდა გადადგას. დღეს ევროპა ცალსახად ამბობს ამას რომ მჭირდება მე ეს გაზი და გადავდგა ამ ნაბიჯებს. ანუ უნდა ველოდოთ თუ არა გარკვეულ გაფართოებას იგივე ჩვენს დერეფანში, ტანაფში და ტაპის მიმართულებითაც. ევროპას უნდა მიუხედავად რომ დღეს ბუნებრივი არის ფასი ძალიან მაღალი არ არის 47 მეგავატ-საათზე ევრო ანუ საკმაოდ არის დაწეული ბუდაში 27 უკაცრავად შემეშალა ციფრი 27 უნდა მეთქვა 27-ია ფასი საკმაოდ დაწეული მიუხედავად ამისა ხო ევროპას უნდა კი ბატონო მაგრამ იცით როგორ არის ეს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა პროექტის განხორციელება ჯერჯერობით არ დაწყებულა ევროპას ძალიან ბევრი პრობლემები აქვს თქვენ როგორც იცით ახლა მიმდინარე საკითხები განსაკუთრებით უკრაინაზეა საუბარი და ამიტომ შეიძლება თუმცა ეს პარალელ რეჟიმში ხდება იმიტომ რომ ერთი მეორეს ეხმარება ხო ამ პროექტის განხორციელება უკრაინასაც ეხმარება ნაწილობრივ ამიტომ მე კონკრეტულად ვერ გეტყვით რატომ არის შეფერხებული მაგრამ ევროპას ნამდვილად უნდა ალტერნატიული წყაროები აზერბაიჯანი მიუხედავად იმისა რომ ამ პროექტის განხორციელების შემდეგაც დაახლოებით 89% მაინც ვერ აღემატება ესეც საკმაოდ დიდი მოცულობა ევროპისთვის და მომავალი მაინც არის ხევადი ბუნებრივი არის ჩემი აზრით ყოველთვის ასე ვფიქრობდი იმიტომ რომ ბევრად უფრო ბაზარი ბევრად უფრო ბევრი ალტერნატიული და დივერსიფიცირებული წყაროების მოძიებას შეძლებს ამიტომ გაიზრდება ევროპაში LNG-ს მიწოდებაც რა თქმა უნდა აზერბაიჯანული გაიზრდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ რა თქმა უნდა ევროპა აზერბაიჯანი თურქეთი ერთად აი ამ ინფრასტრუქტურას პროექტებს განახორციელებენ, რითაც შეძლებენ 12 BCM-ი, რომელიც დღევანდელი მაქსიმუმი შესაძლებლობაა, უფრო მეტი, მაგალითად 20, როგორც დაგეგმილია, მაგრამ ჯერჯერობით ამ 20 ლაპარაკი არის, თუმცა ხელმოწერილია დოკუმენტი
რომელიც ამბობს, რომ ეს პროექტი უნდა განხორციელდეს და უნდა განხორციელდეს 2027 წელს უნდა დასრულებულიყო. დიდი ალბათობით ეს პროექტი ვერ დასრულდება, იმიტომ რომ ჯერ დაწყებული არის, უფრო ადრე უნდა დაწყებულიყო. ამიტომ ალბათ გადაიწევს 1-2 წლით მაინც როგორც მე. აქ მინდა საქართველოს ინტერესებზეც ვისაუბროთ, როდესაც აზერბაიჯანს გამოუჩნდა უფრო ესე ვთქვათ მდიდარი მყიდველი მისი გაზისთვის, საქართველოს ნაწილში რა შეიძლება რომ ველოდოთ, მით უმეტეს რომ მომავალ წელს მაგალითად იწურება დამატებული გაზის კონტრაქტიც, რომელიც ჩვენ გვაძლევდა შესაძლებლობას რომ გატარებული გაზის ანსოთ ძალიან იაფად მიგვეღო აზერბაიჯანული გაზი შეგვეძინა. რა პერსპექტივა აქვს ამ შემთხვევაში საქართველოს და მეორე მხრივ ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო წლებში გაზრდილი არის ჩვენს ბალანსში რუსული გაზის წილი. აი შეფასებაც მინდა ამ მიმართულებით გთხოვოთ, ამ რა საფრთხეებს შეიძლება ეს ატარებდეს ჩვენთვის როგორც ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, ვთქვათ, აზერბაიჯანი რუსეთისგან განსხვავებით საქართველოსთან კეთილმოზობრულად განწყობილი ქვეყანაა და მასთან ურთიერთობა არა მარტო პოლიტიკური, ან კომერციული კუთხითაც, უფრო საინტერესოა ფასის კუთხითაც კი, თუნდაც ვიდრე რუსეთთან, რა თქმა უნდა, უფრო რუსული გარი უფრო ძვირია და უფრო არასაიმედო მომწოდებელია პოლიტიკური დაძაბულობის შემთხვევაში. მაგრამ ის ქართული ბუნებრივი არის მოხმარება მასთან შედარებით ევროპაზია ლაპარაკი, ხო, საკმაოდ მცირეა, ხო? საქართველოს არის შეიძლება ის რა მოცულობებზეც არის ლაპარაკი, იმის 10%-ია საუბარი, მთლიანად მისი მოხმარება საქართველოს, მაგრამ მე მის თქმა მინდა რომ ამ ბუნებრივი არის გასადენ, რომელიც საქართველოსზე გადის მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტში ბუნებრივი არის მიწოდებაზე ვადები იწურება, მე როგორც ვიცი, არსებობს ხელშეკრულების ოკართან გრძელვადიანი მიწოდების შესახებ, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ეს ვადები იწურება, არსებობს ამ საქართველოში. მე მგონი, რომ რაღაც გრძელვადიანი საფრთხე აზერბაიჯანმა ჩვენივე გასადენი გამოიყენოს და ჩვენ აღარ მოგვაწოდოს, მისი ალბათობა ძალიან დაბალია. მე უფრო ფრთხილად უყურებ ხოლმე რუსეთთან ურთიერთობას, იმიტომ რომ რუსეთი ყოველთვის ბუნებრივი არის პოლიტიკური მიზნებით იყენებდა და რუსულ აირზე დამოკიდებულების გაზ და ნებისმიერ პროდუქტზე დამოკიდებულების გაზ და უფრო მეტად რისკიანია ვიდრე აზერბაიჯანზე ან სხვა ნებისმიერ ქვეყანაზე, რომელიც საქართველოს ესაზღვრება. ამიტომ მე რაღაც დიდ რისკებს იმს, რომ აზერბაიჯანმა შეგვიწყვიტოს ჩვენ ბუნებრივი არის მოწოდება და გითხრას, რომ მილიდან ჩვენ აღარ მოვახდინოთ ბუნებრივი არის მიღება, მე მგონი ძალიან დაბალი ალბათობა ამაგისი. ხოლო რუსული წილის შემცირებაზე რამდენად შეიძლება იყოს ალბათობა? ისეთ რა არის ვერ გეტყვით. მე მგონი უნდა მოილაპარა მაგის ზუსტი პასუხი მე არ მაქვს, იმიტომ რომ არ მაქვს კომუნიკაცია იმ პირებთან, ვინც ამაშია ჩართული. ალბათ ჯობია მასე კითხოთ საქართველოს გაზის კორპორაციის თანამშრომლებს ან იმ პირებს, რომლებიც უშუალოდ ამაშია ჩართული. ალბათობა რა თქმა უნდა თეორიულად არსებობს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გაზის მიწოდების საფრთხე დაემუქრა, მე მგონი მოლაპარაკება შეიძლება. იმიტომ რომ სოკარი ძალიან ხშირად ძალიან როგორც ვთქვათ, მოქნილი იყო ჩვენთან ურთიერთობაში გაზის მოცულობის მოწოდებაზე. წინა შემთხვევაში იყო გარკვეული კრიზისული პერიოდი, როდესაც მათ საქართველოს, ასე ვთქვათ, ბუნებრივი არის მოწოდება არ შეუწყვიტეს და არ შეამცირეს. ამიტომ ამ მოლაპარაკებაზე დაქმნილი, მაგრამ კონკრეტულად ამ დღეს რა სიტუაციაა, მე ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ეს მოლაპარაკების ინფორმაცია არ მაქვს. დიახ. და ბოლოს ვიდრე დაგემშვიდობებით, არ ვიცი ადევნით თუ არა საქართველოში მოვლენებს თვალს, ენერგეტიკის სექტორში არაერთი სიახლე გქონდა, მათ შორის კორუფციულ გარიგებებზეც არის საუბარი, დაკავებული არის რამდენიმე მაღალჩინოსანი. ეს როგორ აისახება მთლიანობაში საქართველოს როგორც ენერგეტიკისთვის, ვთქვათ, საინვესტიციო ქვეყნად, გადმოსახედიდან, შორიდან როგორ ჩანვართ? ისიც იმ შემთხვევაში, როდესაც ქვეყანაში არის ასე ვთქვათ, ესეთი შემთხვევები, ხო, კორუფციის შემთხვევები, ისეთი კომპანიები, ასე ვთქვათ, რომლებსაც უფრო მოდი ასე ვთქვათ, მაღალი სტანდარტები აქვს, ეთიკური სტანდარტები და კორუფციაში არ არიან ჩართულები და უფრო გამჭვირვალე, ასე ვთქვათ, მოდი ასე ვთქვათ, კარგ ინვესტორებს, მაღალი ხარისხის ინვესტორებს დაკარგავს ქვეყანა, იმიტომ რომ თუ არის ეჭვი იმის, რომ ქვეყანაში კორუფციულად უნდა მოხდეს არასამართლიანი კონკურენცია, რა თქმა უნდა, ეს უარყოფით გავლენას მოახდენს, მაგრამ მეორეს მხრივ ისეთი კომპანიები ისეთი ჯგუფები, რომლებიც მეგობრულად არიან განწყობილი კორუმპირებულ ადამიანებთან და მათი ბიზნეს მოდელშიც კორუფცია პრობლემა არ არის,
შეიძლება ესეთი კომპანიები უფრო მეტად დაინტერესდნენ. ეს საბოლოო ჯამში ცუდია, იმიტომ რომ კორუფცია უფრო გამყარდება და გაძლიერება ორივე მხრიდან. ამიტომ რა თქმა უნდა, კორუფცია ცუდია და კორუფცია არის როგორც იდეაში, ანუ კანონდარღვევით გაუმჭვირვალეთ, ცუდად გაკეთება რაღაც საქმის, ხო? შესაბამისად იდამაები, რომ ეს ამ მიმართულებით არ მუშაობენ და არ არის მათი პრაქტიკაში, მათ არ უნდათ. ამიტომ მიიზიდავს უფრო სხვას. ამიტომ რა თქმა უნდა, ცუდია კორუფცია, დადებითად ვერავინ ვერ შეაფასებს კორუფციას, როგორც არ უნდა იყოს, მაგრამ ეს ცუდ გავლენას მოახდენს ზოგადად იმ ინვესტორებზე, რომლებიც გრძელვადიანად, იმიტომ რომ კორუფცია გრძელვადიან პერსპექტივასაც ამცირებს, გრძელვადიან კარგ ინვესტორებზე მოახდენს უარყოფით გავლენას, მათ გადაწყვეტილებებს. ძალიან დიდი მადლობა. ენერგეტიკოსი არჩილ მამათელაშვილი იყო ჩვენი სტუმარი და სამხრეთის გაზის დერეფანზე საუბრობდით ჩვენ მასთან. საქმის კურსი ამით დასრულებულია, ეთერში უბრუნდებით 17:40 წუთზე.